ჩემთან ოფიციალურად დადგა ზაფხული და შემოგთავაზებთ საზაფხულო და მარტივ რეცეპტებს. გამარჯობა მეგობრებო, როგორც მიხვდით უკვე დავიწყე ნელა დასვენება, წამოვედი აგარაკზე, გადავწყვიტე გავაკეთო ისეთი რეცეპტები, რომელიც მოხდება აგარაკს. აგარაკზე ხშირად არის ხოლმე სტუმრიანობა და რაც შეიძლება მარტივი და ეფექტური რეცეპტები გჭირდება ხოლმე. და დღეს გავაკეთებ ძალიან მარტივ და ძალიან გემრიელ ფრანჟიპანის ტარტს. ფრანჟიპანის ტარტი არის ფხვიერი ცომი, ნუშის კრემი და ბევრი კენკა, რომლის ყველა ინგრედიენტი მოვიმარაგე ნიკორა სუპერმარკეტში. ეხა ბევრი დრო აღარ დავკარგო. აი ეს არის ბუნებაში ჭრის კეთების მინუსი. ვინახარ, ვახ, ბზიკია. აი გავაგზავნოთ. ხო. ეხა კი დავუბრუნდეთ რეცეპტს. დღეს გავაკეთებთ ფრანჟიპანის ტარტს, როგორც ვახსენე, და ასევე გავაკეთებთ ვირჯილიოს მასკარპონეთი, ძალიან გემრიელ მასკარპონეს კრემს, რომელიც ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ნაცხობ პროდუქტს, ეს იქნება ტარტი, თუ იქნება უბრალოდ ჩვეულებრივი კექსი, ნებისმიერ ამას ძალიან უხდება. ეხა უკვე გადავიდეთ მზადებაზე და გეტყვით თუ რეები დაგჭირდებათ პირველ რიგში ფხვიერი ცომისთვის. 200 გრამი ფხვილი, 200 გრამი შაქარი, 200 გრამი ცივი კარაქი, 2 ცალი კვერცხის გული, ციყვი მარილი, 1 ჩაის კოლზე გამაფხვიერებელი და 15 გრამი ცივი წყალი. როგორც მანამდე ვახსენე, აუცილებლად უნდა ვიხმაროთ ცივი კარაქი და მე ვიხმარობ ემბორგის კარაქს, რადგან ნაცხობ პროდუქტებში ძალიან კარგ არომატს გვაძლევს. და ეს კარაქი აუცილებლად ჩავხიხო შეგნით და თუ ოდესმე ჩაგიხიხია შეგნით კარაქი, იცით თუ როგორ იტყლიზნება სახეხზე კარაქი. ამიტომ ავიღებთ ახლა კარაქს, ჩავდებ ფქვილში და ამ ფქვილიან კარაქს გავხიხოთ. ესე ბევრად ნაკლებად აიტყლიზნება, ასე ვთქვათ, ნაკლებად მიეკრობა და რომ ჩავახიხოთ, შემდეგ ესე ხელით კარგად უნდა აი ეს თითის მოძრაობით უნდა შევაზილოთ ფქვილს ჩვენი კარაქი. შემდეგ დავამატებთ შაქარს, ასევე გამაფხვიერებელს, ციყვ მარილს. ცოტა რომ შეიკრიბო ჩვენი ცომი, ვიღებთ კვერცხს, გამოვასხლეთ გულს. ეს ესე 2. ამას ესე კარგად მოვზილოთ. მე რა ვიღებ ეს პლასტიკს, ესე კარგად გადავახოთ. ეხლა კი ეს ცომი წავა მაცივარში, დაახლოებით 9 საათი, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შენახოთ უფრო მეტი. წინა დღეს გააკეთოთ, 2 თვით ადრე გააკეთოთ და გაყინოთ 6 თვემდე ჩვეულებრივად ძლევს. და რაც შეეხება წყალს, თუ მოგეჩვენათ რომ არის მშრალი, თქვენ შეგიძლიათ დამატოთ წყალი. რადგანაც უკვე ჩვენი ცომი ისვენებს მაცივარში და ნებიურობს იქ სიცივეში და სიგრილეში, მე კი აქ სიცხეში ვაცხობ რამცხვარს, გეტყვით თუ რა დაგჭირდებათ ფრანჟიპანის კრემისთვის. 200 გრამი ნუშის ფქვილი, 160 გრამი შაქრის პუდრი, 2 ცალი კვერცხი, 2 სუფრის კოზის სიმინდის სახამებელი, 1 პაკეტი ვანილინი, 200 გრამი ოთახის ტემპერატურის ემბორგის კარაქი. ხოლმე მაქვს მოხალული ნუშის ფქვილი, რომელიც გავაკეთე მოხალული ნუშისგან. მოუხალავთაც კეთება და ძალიან გემრიელია, მაგრამ ეხლა მე მინდა დავტესტო მოხალულით, იმიტომ რომ არასდროს გამისინჯავს მოხალული ნუშის ფქვილის ფრანჟიპანი. და მინდა რომ ვცადო, რატომაც არა. და თუ არ გაქვთ ნუშის ფქვილი, შეგიძლიათ რომ ნუშით ჩვეულებრივად გააკეთოთ ნუშის ფქვილი. უბრალოდ უნდა დააბლენდეროთ პატარ-პატარა დაჭერით ფუდ პროცესორზე, პატარ-პატარა პაუზებით. ძალიან დიდი ხანი არ დააჭიროთ ხოლმე, რადგან გახდება პასტა, ანუ ნუშის კარაქი. რომ უცებ გამოიყოფა მაგროს ცხიმები და გადაგექცევათ კარაქად. კარგი, ეხლა გადავიდეთ ნუშის კრემის მომზადებაზე, რომლის მომზადებაც არის უმარტივესი. ავიღებ ოთახის ტემპერატურის კარაქს. რომელიც ოთახის ტემპერატურის მე მგონი აღარ არის, ეს არის უკვე რუჯი აქ. ეხლა ჩავყრით შეგნით შაქარსაც, ასევე ჩავყრით შეგნით ვანილსაც და სიმინდის სახამებელსაც. და ეხლა ავიღოთ მიქსერი, ესე კარგად გადაურევთ, რომ პირველი არ ამოყაროს, ასე ვთქვათ. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ოთახის ტემპერატურის იყოს კარაქი, რადგან კარგად მოიზილოს და იყოს ესეთი კრემოვანი ტექსტურის. და არ მოგიწევთ ბევრი წვალება. ეს უკვე მზად არის. ეხლა ავიღებთ 1 ცალ კვერცხს. თითო-თითოდ უნდა გავუშვათ კვერცხები. ეხლა მეორეც ჩაუშვათ შეგნით. და კარგად კვერცხი შეიზელოს, ჩავყარო შემდეგ ნუშის ფქვილი. ესე ჩვენი ფრანჟიპანის კრემი, გაკეთდა ორივე კომპონენტი და ეხლა გამოვიღოთ ჩვენი გაცივებული ცომი. გავაბრტყელოთ, ჩავდოთ ტარტის ფორმაში, დავასხოთ ზებოდან ჩვენი ფრანჟიპანის კრემი, ჩავდოთ ჯოლოები და გამოვასხოთ გამოსაცხობი. დაახლოებით 1 საათი მქონდა მაცივარში და საკმარისი არის. ეხლა ავიღოთ საბრტყელებელი ზედაპირი და დავიწყოთ ცომის გაბრტყელება იმ ზომაზე, რაზომაც გვჭირდება ჩვენი ფორმისთვის. ცოტა ფქვილი მოვაყაროთ და ესე ცოტა გავიყვანოთ გვერდებში. ეხლა ჩვენს ცომს ესე ავიღებთ. ესე აქ ჩავაფეთთ. სადაც მოგვაკლდა ეხლა ცომები.
მაგაზე ჩავაკერებთ. ესე ჩავკარეთ ჩვენი ტარტის ფორმაში ჩვენი ტარტის ცომი. ეხლა რაც შეეხება ჩვენს ფრანჟიპანის კრემს, ეხლა ჩავუშვებთ ესე. ეხლა დროა რომ ჟოლო გავუკეთოთ შიგნით. და აი ეს ჩვენი უმშვენიერესი ქალბატონი. ჩვენი ტარტი უკვე ცხება და როგორც თქმის ყველა ნაცხოვი პროდუქტი 180 გრადუსს უნდა გამოვაცხოთ დაახლოებით 9 საათიდან 40 წუთამდე გააჩნიათ თქვენს ღუმელს. როცა გარშემო გაიკეთებს ოქროსფერ რკალს, უკვე მზად არის თქვენი ნამცხვარი. ეხლა რაც შეეხება მასკარპონეს კრემს, კრემი ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. შევაზავეთ მასკარპონეს ტკბილად, გამოვიყენებთ ვირჯილიოს მასკარპონეს. ეხლა ძალიან მარტივად შევაზავოთ ის ლიმონით, შაქრით და ავთქვიფოთ ოდნავ და იქნება უგემრიელესი ტკბილი მასკარპონე. ესეთი კრემოვანი ტექსტურა აქვს თავისებურად, ამიტომ ვფიქრობ, რომ ზემეტი არაფერი არ ჭირდება. და ეხლა შეგიძლიათ ჩავაწურავთ ცოტა ლიმონს, ჩავახიხოთ ცოტა ცედრას და გავაკეთებთ ცოტა შაქრის პუდრს. რა თქმა უნდა, ყველაფერი გემონებით, როცა ეს მარტივ კრემზე არის საუბარი და მოხარშვა და პროპორცია არაფერ შუაშია, ყველაფერი თქვენი გემონებით შეგიძლიათ გააკეთოთ. ამას კარგად ის გადაურევ და ძალიან კარგ მდიდარ და ცედრის არომატი შეძენს ეს კრემი ჩვენს დესერტს. ეხლა კი შევინახოთ ეს მაცივარში, დაახლოებით 15 წუთი დესერტთან ერთად დავასერვიროთ. გავიდა ზუსტად 35 წუთი და გამოცხოთ ჩვენი ტარტი და ეხლა ვნახოთ თუ როგორი გამოვიდა ის. ესე ამოვაგდოთ ფორმიდან, მოუჭრათ ერთი ნაჭერი. ზემოდან ჩვენი მასკარპონეს კრემი. გამოვიდა აი ესეთი უგემრიელესი ფრანჟიპანის ტარტი, რომელიც მართლა ძალიან მარტივი გასაკეთებელი არის, ცხობის გარდა დაახლოებით 15-20 წუთი ჭირდება თუ ყველაფერი ხელთ გაქვთ. ჯოს სიმჟავე და სიტყვა ესე უხდება. ძალიან ტკბილი არ არის მასკარპონეს კრემი. ტარტი სიტყვას ძალიან კარგად ედება და ძალიან კრემოვანს ხდის. ეს ჟოლო რო შემოყვება ხოლმე ლუკმაში, ძალიან კარგ სიმჟავეს გაძლევს და აცოცხლებს გემოს. ჩემს ექსპერიმენტებზე ვერდიქტი მოუხალავანუში ჯობია. ტრადიციული როგორიც კეთდება. გულწრფელი ვარ ხედავ, მაგარი რამეს კი არ ვიძახე. ის ნამდვილად ჯობია. თქვენ კი თუ გიყვართ საწვის კეთება და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დააჭირეთ ლაიქის ღილაკს, ზარის ღილაკს, გამოწერის ღილაკს და ერთად ავაშინოთ სუფრის კულტურის პატარა კიბერ სოფელი. ბაი! ძალიან კარგია. წავიდე გავასწავლე.